სამეგრელოში გავრცელებული გვარების წარმოშობის ისტორია. სად იღებს სათავეს თქვენი გვარი? ისტორიკოსის და მკვლევარის აბესალომ ტუღუშის გამოუქვეყნებელი მასალები რადიო ათინათის რუბრიკაში გვარის ისტორია. ყოველ ორშაბათს და ხუთშაბათს 8 საათსა და 5 წუთზე. დილა მშვიდობისა, გაგუა ამ გვარის წარმოშობაზე კი ამბობთ. ერთი შეხედვით გაგუა პირსახელ გაგუა შემცველი გვარსახელია. ეს უკანასკნელი კი მეგრულისათვის დამახასიათებელ ანთროპონიმთა ბოლო მოკვეცილობის შედეგადაა წარმოშობილი. მეგრულსავე პირსახელიდან გაგურია, რომლისგანაც თავის მხრივ ასევე მეგრულისათვის დამახასიათებელი ფონეტიკური მახასიათებლის გამო შეიძლებოდა მიგვეღო პირსახელი გაგულია. გაგური სემანტიკურად სავსებით გამჭვირვალეა, გამეგრულად ნიშნავს ქედის თხემს, ხოლო გური გულს. გაგური კი სიტყვით ქედის გულს. ამ გვარის სახელი სახელდების პრიმიტიულ ხანაში შეიძლება წარმოშობილიყო და დიდგულა კაცს ნიშნავდეს. მაგრამ სინამდვილეში აქ გვაქვს ძველ საქართველოში გავრცელებული ანთროპონიმი გაგი, რომლის ფონეტიკური ვარიანტებია გაგუ. მეგრულში გაგუ პირსახელად დასტურდება 1828 წლის ერთ დოკუმენტში, სადაც მოწვეებს შორის დასახელებულია გაგუ არქანია. ამ პირსახელს უკავშირდებოდა ცნობილი გაგის ციხე და ამ ციხის სახელიდან მომდინარე ფეოდალური გვარი გაგელი. ამიტომ გვარსახელ გაგუას დაკავშირება მეგრულ მასდართან გაგუა, რომელიც ბლაგვი იარაღით რაიმეს ჭრას ნიშნავს, როგორც ამას გვთავაზობს ისტორიკოსი ნიკო ჯომიდავა, არ უნდა იყოს სწორი. გვარსახელ გაგუას ფონეტიკური სახესხვაობა გაგაა, მე-17 საუკუნის დამდეგის დოკუმენტშია ჩაწერილი. გაგუების ძირი სოფლებია დიდი ჭყონი და ტალერი, რომლებშიც ბოლო დროის მონაცემები ცხოვრობდა შესაბამისად 99 და 45 კომლი. გარდა ამისა, გაგუები ცხოვრობენ მარტვილის მიმდებარე სხვა სოფლებშიც. გაგუები ცხოვრობდნენ იმერეთშიც. ისინი ყველანი საბატონო გლეხებს წარმოადგენდნენ. გვარსახელ გაგუას რამოდენიმე ტოპონიმიც უკავშირდება. გაგუების საგვარეულოს შესახებ კი უძველესი ცნობა გვხვდება 1616-1621 წლებში შედგენილ საცაიშლო მოსაკრებლების დავთარში. გაგუების შესახებ მომდევნო ცნობა მე-18 საუკუნის მიწურულს განეკუთვნება. სწორედ ამ ხანისაა დოკუმენტი წყალობის წიგნი, რომლითაც ბატონიშვილმა გიორგი დადიანმა და მისმა ძეებმა ნიკომ და ლევანმა თავიანთ ყმებს ბუჭუ და ბერი გაგუებს აზნაურობა უბოძეს. გაგუას ესე წყალობა მიმიღია თქვენზე და აზატი მიმიცია თქვენს გლეხებზედო, ნათქვამია დოკუმენტში. გაგუების ნაწილი რომ აზნაური იყო, კარგად ჩანს 1904 წლის აღწერის მასალებიდან, რომელშიც ნოქალაქეველი გაგუები აზნაურები იყვნენ. 1857 წლის დავთარში ჩაწერილია 6 კომლე აზნაური გაგუა. აი მოკლედ რაც შეიძლებოდა გვეთქვა გაგუების საგვარეულოს წარსულზე. საქართველოში გაგუათა რაოდენობა 3917 კაცს შეადგენს.